აჭარის მთიანეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაულის შუამთობა აღინიშნება. მთავარ სანახაობას მასპინძლობს კურორტი ბეშუმი. კონცერტები, სხვადასხვა წარმოდგენა, ეთნოგრაფიული გამოფენები და სპორტული შეჯიბრებები. იქ ჩასულ სტუმრებს მრავალფეროვანი სანახაობა ერით. შუამთობა 2025-ზე დასასწრებად ბეშუმში იმყოფება ქვეყნის პრემიერი და ასევე პრეზიდენტიც. ისინი შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ და დღესასწაულს მიულოცავენ. ჩვენი ტრადიციები ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა და ამისათვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მე არაერთხელ მithქვამს, რომ ჩემი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სწორედ მაღალმთიანი აჭარის განვითარება. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით, ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებით და ათვისებით ჩვენ შევძლებთ და მოვახერხებთ მაღალმთიან რეგიონში შეწყდება მიგრაცია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი რეგიონის, ჩვენი მაღალმთიანი აჭარის განვითარებას. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ჩვენი საამაყო მემთეულობის მნიშვნელოვანი როლი. მათი თავდაუზოგავი შრომით და საოცარი ენერგიით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ბარის მხარდაჭერასა და განვითარებაში. მინდა კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადაუხადო დიდი სიყვარულით. ჩემ მთავარ მიზანს წარმოადგენს ის კეთილდღეობები და შესაძლებლობები, რაც იქნება ჩვენს აჭარაში მაქსიმალურად თანაბრად გადავანაწილოთ ჩვენი მოსახლეობაზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამას ერთობლივად შევძლებთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის და გილოცავთ ამ სახალხო დღესასწაულს. ბედნიერი ვარ ძალიან, რომ ამდენი ვართ და ახალგაზრდებს განსაკუთრებით მინდა მადლობა უთხრა, რომ მობრძანდა და ჩვენთან ერთად არიან. მადლობა. მადლობა ბატონ სულხანს. ეხლა კი საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყაველაშვილი. მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს, აჭარის მთავრობის წევრებს, ჩვენს სასულიერო პირებს, ჩვენს უხუცესებს და ჩვენს ზემოაჭარლებს განსაკუთრებით და ძალიან ბევრი სტუმარია და ძალიან სასიხარულოა აქ ყოფნა. გილოცავთ შუამთობას, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად აქ ყოფნა. ეს მართლაც გამორჩეული სახალხო დღესასწაული. საუკუნეებია ინარჩუნებს ჩვენი უძვირფასესი ხალხი, ზემოაჭარლები და ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში. მართლაც საამაყოა, მართლაც მნიშვნელოვანი დღესასწაულია, იმიტომ რომ აქ ერთიანდება მთა და ბარი. აქ ხედავ მე უხუცესებთან ერთად ძალიან ბევრ ახალგაზრდას. სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არასდროს არ გადაშენდება. ეს არის მაგალითი სწორედ შუამთობა. შუამთობა არის აი პატარა მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორ უნდა გადაეცემოდეს ტრადიციები, ღირებულებები, სიყვარული, სიხარული მომავალ თაობას. ეს შერწყმა არის სწორედ აქ წარმოდგენილი და ძალიან მახარებს, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. მართლაც უნიკალური დღესასწაული. ძვირფასია ყველასთვის, მინდა რომ ჩვენ ხელისუფლებამ, მე როგორც პრეზიდენტმა გახარებული ვარ და მინდა რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ეს იყოს გადამდები მთელი საქართველოსთვის. რასაც აქ ხედავ მე აი ამ დიდ სიხარულს, ეს იყოს გადამდები მთელი საქართველოსთვის. და რა არის ჩვენი ვალი? ჩვენი ვალია რომ სწორედ ესეთი დღესასწაულები შეუნარჩუნოთ ჩვენს მომავალ თაობას, რომ იცოდნენ საიდან მოვდივართ, რას ნიშნავს ქართველობა, რას ნიშნავს ჩვენი ტრადიციები, რას ნიშნავს ჩვენი სტუმართმასპინძლობა. და სწორედ ამისთვის არსებობდნენ ჩვენი ძლიერი წინაპრები, რომ აქამდე მოიტანეს ეს სიყვარული, რომელიც ესეთი გადამდებია და ესეთი მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მინდა რომ წარმატებული და გახარებული იყოს ზემოაჭარა და მთელი საქართველო. უფალი გფარადდეს და გამარჯვებული იყოს საქართველო. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ეხლა კი სენაზე ვთხოვთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს.
მოგესალმებით ყველას, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, მივესალმები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, მივესალმები უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს, მივესალმები ბატონ ანზორს, რეგიონის დეპუტატს, პარლამენტის წევრს, მივესალმები მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, მივესალმები მეუფეს, მივესალმები დასავლეთ საქართველოს მუხტს, მივესალმები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და რაც თავარია, მოგესალმებით თქვენ შემოაჭრელებს დიდი სიყვარულით და დიდი სიტყვით. არაფერი ისე არ ინახავს ქართულ სულს და ქართულ ტრადიციებს, როგორც ქართული მთა და ამ კუთხით გამორჩეულია მაღალმთიანი აჭარა და ეს არის რა თქმა უნდა თქვენი დამსახურება, თითოეული თქვენგანის დამსახურება ყოველ ჯერზე, როდესაც ჩამოდიხარ შემოაჭარაში, ყოველ ჯერზე გაოცებს ის თავისი ბუნების განსაკუთრებული სილამაზით. მაგრამ ყველაზე გასაოცარი რაც არის, ეს არის ის განსაკუთრებული სითბო, რომელსაც აქაური მოსახლეობა გიზიარებს ყოველ ჩამოსვლაზე განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობა, რითაც გამოირჩევა ეს ხალხი და ამისათვის თქვენ კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მე ძალიან მიხარია რომ გრძელდება ეს ტრადიცია, ყველა ერთად ვიკრიბებით შუამთობის დღესასწაულზე. ეს დღესასწაული აერთიანებს თავს და ბარს, ერთს და ბერს, ყველას ერთად გვაერთიანებს და ყველა ერთად ვზეიმობს ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულს, რომელიც არის იმ ტრადიციების გამოძახილი, რომელიც ზოგადად საუკეთესოდ არის წარმოდგენილი ამ მხარეში. ყველას მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთხელ დღევანდელი დღე და მინდა ყველას გისურვოთ წარმატებები, ყველაფერი საუკეთესო და მინდა ქართულ თასს და მაღალმთიან აჭარას უსურვო გაძლიერება, მინდა თითოეულ თქვენგანს გისურვოთ კეთილდღეობა. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ბატონო პრემიერო. სიტყვას გადავცემთ აჭარის ავტონომიური თქვენ უსმენთ პრემიერსა და მანამდე პრეზიდენტს, რომლებიც იმყოფებიან ბეშუმში, სადაც ტრადიციული სახალხო დღესასწაულის შუამთობა აღინიშნება. ისინი სახალხო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას და მათ უკვე მიულოცეს ეს დღესასწაული შეკრებილებს.